კარგად თავად, გამარჯობათ. მოგესალმებით. ჯანზე, რამდენი ცხენი უნდა მოუმატო დღეს მანქანას? ცოტას დავაკლებ, ცხელა ძალიან. ცოტას დავაკლებ. იო, ეს რომელი მანქანაა? ეს არის მაშინ რო ვიყავ. არა, ეგ მანქანაა. სულ ამ მანქანით დავდივარ. ეს ჩემი მანქანა არ არის, გიორგისი არის, მაგრამ ყველას გონია. წასაყვანია. всё, აი, რობანა წასაყვანია. ყველას გონია რომ ეს ჩემი მანქანა, მაგრამ ჩემი მანქანა არ არის. მაგრამ სულ მე დავდივარ ამ მანქანიდან, ნუ რა აზია, ჩემია თუ ისეა, მე დავდივარ ამ მანქანით. ოკეი, ეხა ამ შემთხვევაში მახსოვს რომ მაშინ პრობლემები ქონდა გადაცემათა კოლოფზე. ეხა ამ ეტაპზე როგორ არის? წინაზე რო დავდექით იმ Mercedes-თან, კოლოფი ხო გაგვიფუშდა, ევაკუატორს წავიყვანეთ. იმის მერე გავამექანიკეთ. ეხლა მექანიკა არის, ის პრობლემები აღარ აქვს, რომ გადაცხურდა და ვეღარ დადის და კოლოფს გიჩავს, ხო, მექანიკა, მაგრამ მექანიკაზეც ბევრი პრობლემები შეგვექნა. ისეთ ხოთზე აღარ არის, რაც იყო წინაზე რა. ანუ დაკლებული აქვს რეალურად ცხენი. კი, იმიტომ რომ პროგრამულად ვერ გავუმართეთ, მექანიკის პროგრამა ვერ გავუმართეთ და ნუ არის ჯანზე, მაგრამ არა ისე რა. ოკეი, გასაგებია, სხვათა შორის ბრენდირება მე ძალიან მომწონს. ეს რომ მოვედი და რო შევხედე, ძალიან სპორტული იერი. კი, ჩვენც მოგვეწონა გუში, კი ბატონო. ერთი მექანიკა ვნახე როგორ გამოიყურება. სალონში. შენ როგორ გძნობ ისე უფრო მექანიკას უკეთესად ხმარობდი თუ ესე? როგორ რაღაცა იცი, ეხა გადაცემა, ხიდის გადაცემა ძალიან დაგრძელდა. ანუ კბილანები, ხიდის კაროკის კბილანები, მექანიკის და SMG-ს სხვადასხვა არის და ძალიან დაგრძელდა რა გადაცემები და SMG იმ შემთხვევაში მოკლე რო არის, ჩქარა მიდის, ბევრად ჩქარი არის და ამაზე ან ხიდი უნდა დავამოკლოთ, ცოტა, რომ უფრო აჩქარდეს, ან ისევ SMG უნდა დავაყენოთ რა. ოკეი, მაგრამ ისე შენ თვითონ ან მე კარგი 19-ზე ხა ვიდეო რო ჩავწერეთ რა, მაგრად გამისწორდა მექანიკის სტარება. ვიდეოში ძალიან მუღამში ვიყავი, ვნახულობდი რომ აი მთელი ტანით რო თავ, ხო ისი სიჩქარის. მაგარ მუღამში ვიყავ თქომე მექანიკის სტარების თემაში. კაი, დასტარტვის თემა ალბათ გადამწყვეტი იქნება შენთან და ამ მანქანაზე უფრო მეტი პრობლემა მაქვს მეორეს რომ ვიცებ მერე რა. სტარტი ასე თუ ისე დავძრავ, მაგრამ მეორეს როგორც კი ვაძლევ, ეგრევე ეყოდება რა და უნდა გააუშვა გას და ნელა თხლად დავაჭირო მეორეში რომ არ ვიბუქსავო თორე რომ მივაყოლო პირდაპირ როგორც ვიცი ხოლმე ჩატენვა სულ ბუქსავს მე. ხო, საბურავი მიყენია ჩინური 24-იანი. ეს საბურავი წინა დრაგზე საბურავის პრობლემა რო ქონდა, მოხევე რო არის M3 რო ყავს შავი M3 მოხე ნომრებზე თუ იცი? 24-იანი. ხო, აგერა წერია. წეღანახე, აი 22 24. წელს მეუნებ. ხო, მე იმ შემთხვევაში. და იმ მოხევე მაჩუქა მაშინ ეს საბურავი და არ გაგვისინჯია და არ გვივლია ხე გუში დავაყენე და ნუ მაინც ბუქსაობს რა. მადლობა მოხევეს. კი. შენ კონკურენტ Mercedes-თან Mercedes-ე რა სიტყვა? კარგი მანქანაა, კარგად გაკეთებულია. საქმეში ნახოთ გამოჩნდება აქვე. ლამაზად გამოიყურება. აუ ძლიერი მანქანაა. ადგილიდან ჩემი აზრით ამ Mercedes-ს გაუჭირდება, იმიტომ რომ საბურავი სათანადო არ უყენია. ხო. ახალი კი უყენია, მაგრამ ამ ძალას აი 25-იანი არის რა. მე-7 თვე 25. ახალი საბურავია, მაგრამ წვრილი არის 255-ია და ამხელა ძალაზე და ამხელა ნიუტონზე ჩემი აზრით ეს საბურავი არ იმუშავებს. ოკეი. გაგორებულიდან? გაგორებულიდან წავა. გაგსწრებს? აი გამოჩნდება აქვე. აქვე გამოჩნდება. არასდროს არ იძახის Mercedes-ი გამასწრებსო, მაგრამ გამოჩნდება ყველაფერი. მოკლედ, სატესტოები დავცხოვთ, მე უკვე გადავიდეთ დრაგზე. წარმატებებია. მადლობა. მაგრა ცხელა, როგორი ცხელი არის ასფალტით, საბურავით და დება ბუქსაობით. კომპრესორი მეწოდება ამ სიცხეში. ატმოსფერული კიდე აიტანს. კომპრესორი არ ვიცი. ცოდო არის.
კითხვა ახლა ეგ. თუ ზოგადად. აი გასარკვევია კიდე ეგ? ჰა? ეგ არის ნათელი. რა მანქანით მოვიდა? Mercedes-ის როგორც მას. Mercedes-იცო? ჩვენ ვიდეოშიც მე მახსოვს Mercedes-ი. ბიჭო ეს როგორ არის? იცი ორივეგან არის მორგებული რა. იქაც და აქაც რა. ჩემთან BMW-ი მოდის ხოლმე Moskvich-ასთან Mercedes-ით რა. ეგ ორივე ზერგება, ხო იცი? დასახმალი გაური კუდი უნდა დაიხურო, ხო იცი ეგეთ მოჭი რა. ვაისა, იაპონელებში როგორ მოდიხარ? აბა. მეც. ეს кайიყო. იცის თუ არა? ეს კარგი იყო. გეგონა განაღდებული გქონდა თემა. კაი. ეს კარგი იყო. ეს უკვე ხა ჩემი მხრიდან მოუჭირე. მე ეგრე კარგად ვერ დავიძვრები აშკარად. არ დაბუქსავდა რა? ო, კარგად არ წავედი. დაბუქსავდა და კარგათაც წაიღო რა. რაც შეუძლია მე მგონი მაქსიმალურთან ახლოს იყო მინიმუმ. კი ბატონო. მინიმუმ ერთი წამი ექნება სხვაობა ხა 412-ზე. მინიმუმ. წეგან უეჭვალით 13-ზე ზევით იყო და ეხლა სნიკერსი. დავაი. დავაი. მოიცა, დიდი თუ პატარა? სულ ერთია. ოკეი. კოკაკოლასთან ერთად. დიდი იყოს. დავაი. დავაი. ეგრე. წეგან 13-ზე მეტი იქნებოდა და ეხლა 13-ზე ნაკლები იქნება. არა, 12 და 8 იყო. წეგან პირველი? და 91 იყო და ეხლა 11 და 91 არ იქნება. მართალია. შანსია. წავაგე. 12-თან ახლოს იქნება მაშინ. კი, 12. კაი, მე ვიზახი 12 და 3 იქნება და 12 და 4-ისკენ იქნება. ბევრად მაგარი იქნება ეხლა რა. შენს ყვი, ჰა. წავაგე სნიკერსი 11 და რაღაცაში. ამ გერმანელებისკენ როგორ აჰა, გულში ჩაუვდია. არ შეიყვარე? არა, ნახე სუპრა რო ვიყიდე, ჩათვალე რომ გერმანელია. რა თქმა უნდა, BMW. იმიტომ რომ ეს check engine-ის და რაღაცების ხმა კარგად გეცოდინება სუპრა checks რო ანთებ. ტინინგ. სადან? სანამ დავმართავდი. ძალიან მაგარი იყო. 12 და 4 შეიძლება ვერ ვშიარო. კარგი ეხლა. ნახოთ რა. არა, ხო. როგორ ვიბუქსავ გააჩნია რა. როგორ დავიძვრები თორე. არა, ეს ის არის ხო რაც გვინდოდა. ეს მომწონს. ეს თემი მოგეწოდება. ეს მომწონს. ესე მომწონს. ეს რა მოგხდება? ეგ იყო ყველაზე კაი, ეგრე დაძარი ჩემ დროს. რო დავდგებით ეგრე დაძარი. ხო. ჩემი რჩევა ეგ არის. კაი ჩემო ძმაო. ხო და თავიდანვე რეაქციის დროის თემაში მაგრად უნდა იყო ჩაღო შეძლების და გვარად, ო, აი მეორე მქონდა წამოიწია. ყველაზე მაგარი შედეგი. ეხლა 12 და 4 არის ყველაზე კაი შედეგი და ხო, 12-ში თუ ჩამოვედი, უკვე მაღაზიაზე მეც ვეღარ ჩამოვედი. 12-ში შანსი არა, ვერ ჩამოხვალ. 12 შანსი არ არის, აი 12 12 და 2 რა, 12 და 2 რა. აი 12 2 12 და 3 თუ დადე, მაგარი შედეგია მართლა, იმიტომ რომ მანქანა შესაძლოა რო აღარ აქვს, გვერდს ვეღარ იცავ ფიზიკურად რა. მოჭიდებით, ვეჭიდები რა, უფრო მეტ კი, არა. სხვათა შორის. მესამე გარბენზე რო დავაჭირე, ცოტა მეტი გაზი მომივიდა და ვაფშე ერთი თუ აიწია გაზი, დაბუქსავ ვეღარ გააჩერე. ზუსტად ეგრეა. ერთი თუ აიყოლა, აზრი აღარ აქვს მაგალითად. ხო და მანუალით აღარ ვდგები რა, აზრი არ აქვს, ხელით გადართვას თავის პორტფელში. აი ის ყველა საუკეთესო დრო როგორც დაწერე, ეგრე უნდა იარო. მანუალით რო გადავრთო, უეჭველი დაიმბუქსავდება რა. აი უეჭველი. აზრი არ აქვს და თავის პორტფელში ჯობია. ოკეი, всё, ეგრე უნდა. აქედან ეგრე ჩანდა, რომ სულავამ გაას. თუ სულავას გაასხო. საბა, აბა მითხარი რა მოხდა? მერცედესი შევიდა. ო, მაგრამ საინტერესო ბრძოლაა დაძაბული. მოდი ვნახოთ მეორეზე რას ვიზავთ. დავაგეთ. სულოს მოგება მინდა, მაგრამ 124 მევასება. მეც ორივე ძალიან. და სხვა შორ წერა მე მომდი. იო, გოგოს აპრიალებული. აი, კონსტიტუციური ძველი მანქანა მოგზავა. გაჩერებული და წავაგეთ ორივე. ეხლა ვცდით გაგორებული და პირველი სტარტში მომიკვდა, ვაფშე ვერ წავედი და ოდნავ შემასწრო.
მეორე ბევრი ვიბუქსავე და აზრი აღარ ქონდა გაყოლა. დავაგეთ გაჩერებული. გაჩერებულიდან 2-0 წავაგეთ. პირველი ძალიან დაბალი აპაროდან მომიწია დაძვრა და ძალიან მოვკვდი და მე რო აჩქარდა უცებ ბუქსაობა დაიწყო და თითქმის ერთნაირად ვიარე და ოდნავ შემასწრო. მეორე ცოტა მაგალი აპაროდან დავძარი და გავსკდი ბუქსაობით. ისევ ლაპარაკობ თითქოს პირველად გამოვედი სტარტზე და ვაფშე არ ვიცოდი. გამოცდილება არ მქონდეს ლოხი ბავშვები რო გამოვლენ და ეგ დამემართა ორივეჯერ. სირცხვილი. რაც შეეხება გაგორებულიდან ერთი გვიან წამოვიდა და ნუ გავასწარი და ის არ ჩაითვალა, იმიტომ რომ თვითონ გვიან წამოვიდა. სტარტში რო წამოვედით, ერთნაირად თუ გამოვგორდე და დავაჭიროთ და მე რო ავჩქარდი ის ჩამომრჩა და ნუ არ ჩაითვალა იქ. მეორე წამოვედი და დავაჭირე და მთელი გზა ცოტა წინ ვიყავი და მეოთხეში ვერ ჩავაგდე. ძალიან ნერვიებზე ვარ და ძალიან ნერვიულობ. წეგან მეოთხეში რო ვერ ჩავაგდე და რო დამეწია და გამიარა და შემასრო კინაღამ დავანგრიე მანქანა. თან კამერები ჩართული ქონდათ. ტემპერატურისგან თურმე კამერები გაითიშა და ისეთი მაგარი კადრები გაიმაზა რომ რა ვიცი. კინაღამ დაუღუნე მთელი მანქანა ისე გაუბრაზდი. მე ერთეს ტორმოზები გადაუხურდა, ძლივს გაჩერდა და ვაგრილებთ რომ გააგრილდეს და კიდე ერთხელ დავდგეთ. ესე იგი გაგორებულზეც ერთი თნორს ვაგებთ, იმიტომ რომ მეოთხეში ვერ ჩავაგდე, ისევ ჩემი ბრალია. ვერ ჩავტენე. მანდაც ერთი თნორს ვაგებთ გაგორებულზე, კიდე ერთხელ ვნახოთ მერცეს რომ გაგრილდება და ტორმოზი მოუვა, კიდე ერთხელ დავდგებით და ვნახავთ. იმედია გაგორებულზე მაინც გავასწრებ და მანდაც არ წავაგებ. რეალურად მერცესი მართლა მაგარ ხოძეა. მთელი ის რომ გადაობდნენ რომ ვერ დადის და რაღაცა მართლა დადის გეუბნებით, იმენა დადის. ამ ტემპერატურაში 35 გრადუსი ეხლა გარეთ, ამ ტემპერატურაში. რა 42? 42 გრადუსი. მანქანა 35-ს აჩვენებს. 42-ია. აი, ეს 4 არის. ამ ტემპერატურაში მანქანა მართლა მაგარ ჯანზეა და საღოლ ბიჭებს დიდი რესპექტი ჩემგან. ხო და მოკლედ საბურავები უყენია წლოვანებით კარგი 24-იანი, მაგრამ არ ვარ გაარაფრა ჩინურია. და სამწუხაროდ რაღაცა მოხდა და არ დაყენდა კაი საბურავები რა. არ ვიცით რა მოხდა. ეხლა საბურავებზე ლაპარაკი არ არის სწორი რა. არა, საბურავები აქ არა. რომ მოდიხარ, უნდა გეყენოს საბურავი. რატო არ გიყენია მე? ეგ რატო არ გიყენია სხვა არის და აქ რომ მოდიხარ, საბურავებზე აღარ უნდა ილაპარაკო რა. მართალი ხარ. სალაპარაკო აღარ უნდა იყოს. ხო, თუ ხო. მოხვედი, საბურავი ცუდი მაგ და ვერ ვეჭედები, აღარ უნდა ილაპარაკო. ხო. უნდა თქვა წავაგე. ეგრე არ არის? აგება და წაგება ძმებია. აქ რომ მოხვალ და დადგები, უკვე შენი ბრალია. არა, მე სულავას გუნდის აზრს ვაფიქსირებ უბრალოდ რა, ბიჭები არ ჩდებიან პროსტა და. всё, აზრი არ აქვს მიზეზების, ვერ მოვეჭიდე, ვერ ჩავაგდე, ვერ დავგდე. ერთი გავხადეთ გაგორებულზე, მაგრამ მართლა მაგარ ჯანზეა. მთელი გზა წინ ვარ და იმენა სიჩქარეზე, მოდი მე რომ მეოთხეს ვაძლევ, შეიძლება ფაზა მემთხვევა არასწორი არ რამე ეგეთი და აქ ძალიან მოკლე გზა არის და მაგიტომ, მაგრამ მოდის. ანუ ზეგ როგორ სტარტში თუ გაგეკეცი არ ყოფნის მე ის 400 მეტრი რომ დამეწიო და ეხლა ვერ გაგეკეცი ვიბუქსავე. ვენი ჯახი იქნება 300-300 მაგდროს იქნება უფრო საინტერესო, მაგრამ
სამწუხაროდ მე ბანზე არ გავდივარ რა. მართალი. ჩემი მანქანის გამო, იმიტომ რომ ძალიან ხაფანგია მოკლედ რა. ძალიან აფასნია, აი 330-ით რაღაცა შეიძლება კაპოტი ამეხადოს, ან რაღაცა მოუვიდეს რა და. მაგიტო უთხარი რომ არა, თვიდად, აქაც კიდე მე გადავარდი ხა დაინახე. მე ვარდებოდი და აი ვეჭიდავებოდი. მოკლედ გაგვასწრო გაჩერებულიდანაც 2-0 წავაგეთ, გაგორებულზე 2-1 წავაგეთ. ძალიან მაგარი მანქანაა და დიდი რესპექტი ამ ადამიანს. კაი მანქანა ყავს ამ სიცხეში. ამ სიცხეში კიდე ერთხელ დავაფიქსირებ, რომ ესე დადის, მაგარი მანქანაა და მაგარი ჯანზე. მეგონა თუ გავასწრებდი 4 რა. იმიტომ რომ გილოცავ. ჩემზე მეტად გამოცდილია 16 წლიდან გაზის პედიდან ფეხი არ აკაშვებული. და რავი რა. ამდენი არ მინერვიული არასდროს ჩემი. არა მეც მაგრამ იზდეციოა. ძალიან თან სიცხე, ნერვიულობა, შიმშილი, რავი, 1-5 ლიტრა წყალი ჩავუძე. წაკე კამერები გადახურდა, წაკე მატორები გადახურდა, ჩვენ გადავხურდით, რავი. მაგრამ მაგარი იყო ძმაო. ამდენი არ მინერვიული არც ერთ ზაეზე, არც ერთ. მოკლედ გაჩერებულიდან 2-0 წავაგეთ, გაგორებულიდან 2-1 წავაგეთ.